გზავრთა გადაყვანის სფეროში რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა, მის ფარგლებში ავტოსადგურებისა და მძღოლებისთვის ახალი მოთხოვნები ეტაპობრივად ამოქმედება. ამჟამად უკვე მიმდინარეობს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის სპეციალური ნებართვის აღების პროცესი და შეიცვლება რეფორმით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და როდიდან ექნებათ ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება. მარი მელიქიშვილი გვეტყვის, რომელიც თემის დეტალებით გვერდება პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. ავტოსადგურების რეფორმა, რომლის გატარებასაც ავტოექსპერტები უკვე წლებია ითხოვენ, აქტიურ ფაზაში შევიდა. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 150 კილომეტრზე მეტი დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება და დასაშვები მხოლოდ ავტობუსებით იქნება. ასევე 1 ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-დან 10000 ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი 5 წლის ვადით გაიცემა. ეს ორი მთავარი პუნქტია იმ რეფორმის, რომელიც გზავრთა გადაყვანის სფეროში ეტაპობრივად განხორციელდება. შეიძლება ითქვას, რომ რეფორმის პირველი ეტაპი უკვე აქტიურ ფაზაშია, რაც გულისხმობს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის სპეციალური ნებართვის აღებას. კერძოდ 1 დეკემბრიდან იუსტიციის სახლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე მიმდინარეობს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით შესაბამისი განცხადებების მიღება. რაც ეხება უშუალოდ ნებართვებს, მათ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 3 წლის ვადით გასცემს. უნდა ითქვას, რომ ნებართვის აღება 2025 წლის 1 მარტამდე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ პერიოდიდან ნებართვის გარეშე მგზავრების გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი. როგორც უკვე გითხარით, გარდა მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისა ფუნქციონირებისთვის შესაბამისი სერტიფიკატი დასჭირდებათ ავტოსადგურებსაც. ხაზგასასმელია ერთი ფაქტი, რომ მიმდინარე წლიდან ყველა საქალაქთაშორისო რეისი მხოლოდ ავტოსადგურიდან უნდა შესრულდეს. ბუნებრივია, ამ რეფორმას ეხმაურებიან ავტოექსპერტები. მათი შეფასებით რეფორმა სტიმულს მისცემს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი რეკონსტრუქციისა და ახალი საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობას. ამასთან ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელებას, რაც დღეს ქვეყანაში არ ხდება. წლებია სამოქალაქო ორგანიზაციები ვითხოვთ და ეხაც ვაფიქსირებთ ხარდაჭერას ამ რეფორმისადმი, იმიტომ რომ არის აუცილებელი მისი მიღება. ვიცით, ეს არის როგორც უსაფრთხოების სტანდარტებთან, ისევე სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებული. მაგალითად, გეტყვით, რომ ჩვენი ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევა ავტოსადგურებისა და გადაადგილების შესახებ იყო შემაშფოთებელი, ვინაიდან ძალიან ბევრი დარღვევა ვნახეთ მიკროავტობუსების მხრიდან, იქ ავტოსადგურების რეგულაციები საერთოდ მოშლილი იყო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ამ რეფორმის გატარება და ამ რეგულაციების ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიღება. ამ პროექტის დასრულების შემდგომ ვფიქრობ, გაიზრდება ტურიზმის პოტენციალი, გაიზრდება ჩვენი თანამოქალაქეების კომფორტულად და სწრაფი გადაადგილება და რა თქმა უნდა უსაფრთხო გადაადგილება და ვფიქრობ, ის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები, რომელიც ბოლო წლებში ფიქსირდება სამწუხაროდ გზავრთა გადაყვანების დროს, შემცირდება. დღეს გზავრების გადაყვანა, რომელიც ასევე დაკავშირებული არის საქმიანობა ავტოსადგურების საქმიანობასთან, შეუსაბამო არის იმ საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილების, რომელიც დღეს არის განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. პირველ რიგში, რომ მთლიანად გასული არის კანონს გარეთ ეს მომსახურება. აქ თავარი და ყველაზე მწვავე პრობლემა უკავშირდება უსაფრთხოების საკითხებს და რა ვითარება გვაქვს ხო დღეს ჩვენ გვყავს კვლავ ეგრეთ წოდებული ხიშნიკი მძღოლები, რომლებიც პრაქტიკულად არ არიან რეგისტრირებულები და მგზავრებს პრაქტიკულად იტაცებენ გზიდან. თვითორგანიზებული უკანონო ავტოსადგურებია ქვეყანაში, რომლებიც არ ემორჩილებიან უბრალოდ არანაირ სტანდარტს, არც უსაფრთხოების. აქ ჩვენ აღარ ვსაუბრობთ კომფორტზე, ხო? პირველ რიგში საუბარია უსაფრთხოებაზე. რაც ეხება საკითხის ბიზნესის ჭრილში განხილვას, დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გარდა უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებისა და სერვისის დახვეწისა, ახალი თამაშის წესების ამოქმედებით სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობები გაჩნდება. მათი თქმით, დღეს ქვეყანაში არც ავტოსადგურების ოფიციალური რაოდენობაა ცნობილი და არც მძღოლების. შესაბამისად, ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანის სფეროში კონკურენციის ყველა პირობა დარღვეულია, უფრო მეტიც ბაზარზე სრული ქაოსია და ავტოსადგურების გვერდისავლით მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებს სისტემური ხასიათი აქვს. ექსპერტების განმარტებით, აღურიცხავი გადამყვანები წლის განმავლობაში ფაქტობრივად იმდენივე მგზავრს ემსახურებიან, რამდენსაც ავტოსადგურები, თუმცა ავტოსადგურებისგან განსხვავებით ისინი არ იხდიან არანაირ გადასახადებს, რაც არაჯანსაღ ბიზნეს გარემოს ქმნის.
როგორც ბიზნესი მთლიანად დაურეგულირებელი სფეროა, პრაქტიკულად გასული არის საკანონმდებლო ჩარჩოდან, როგორც ასე ვთქვათ, ეკონომიკური საქმიანობა, ისიც კი არ არის ცნობილი, რამდენი ავტოსადგურია, რამდენი მძღოლი არის, ვისაც მგზავრები გადაყავს, მათი კვალიფიკაციაც უცნობია, რამდენად შეესაბამება მგზავრთა გადაყვანის მოთხოვნებს. ამიტომ რა თქმა უნდა, დიდწილად ბიუჯეტის, ასე ვთქვათ, ზარალსაც ვხედავთ ამ შემთხვევაში, მაგრამ მეორე და ასე ვთქვათ, ყველაზე ისე ვთქვათ, მნიშვნელოვანი რაც არის, ამ მძღოლებისთვისაც, ამ საქმიანობის საფასური არ არსებობს. ხო, რეალურად დღემდე არ არსებობს არანაირი ლიცენზია, არანაირი ასე ვთქვათ, ბიზნესი და არანაირი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება მათი საქმიანობა. ანუ მათთვისვე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაღაც დოკუმენტი, ლიცენზია, რომლითაც დადასტურდებოდა მათი საქმიანობა. ყველაზე დიდი გამოწვევა არის ბიზნეს სექტორის ჩართულობა. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული წლები არის, რაც უკვე არსებული ავტოსადგურების პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა თვითნებური ავტოსადგურების განაჩენიანება, იქ მინივენებითა და სხვა პატარა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა. რა თქმა უნდა, თუ ამ რეგულაციების შესაბამისად ბიზნესი მოიპოვებს ლიცენზიას და იგი იქნება გადამზიდველი, გადამყვანი ადამიანების, ჩვენ თანამოქალაქეების და ჩადებს გარკვეულ თანხას ამ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა, სახელმწიფომაც მაქსიმალურად უნდა გააკონტროლოს ამ ბიზნესის ესე ვთქვათ, ამ ბიზნესის ოპერირება თუ როგორი იქნება, ვინაიდან თუ ისევ ამ ადამიანებმა გააგრძელეს მგზავრთა გადაყვანა არალიცენზირებული პატარა მინივენებისა და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით, ამ შემთხვევაში გამოვარო ფაქტიურად ბიზნესს ყველა ჩაუდია ეს ფული. Აქ გეტყვით იმასაც, რომ ავტოსადგურების რეფორმის და მოდერნიზების პროცესში სააგენტო აწარმოებს საქართველოში ჩაერთვება სპეციალური სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რომლის თანახმადაც ავტოსადგურის მფლობელ შესაძლებლობა იქნება შეამციროს ავტოსადგურის მშენებლობის ან რემონტის მიზნით აღებული სესხის ან ლიზინგის პროცენტი და ასევე უზრუნველყოფს სესხის გარანტიას 80%-ის მოცულობით. ძალიან დიდი მადლობა მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.